მაგარ ფიცზე. მაგარი ტუალეტი გვაქვს. ყველა ეთფიცეოთ. ეს არის ჩვენი ბუჯგიას მარკეტი ქვია. მაგარი ტუალეტია. ტუალეტი რა ტუალეტი რეებია, ჩემი კაი. აი, ეხლა უნდა ვიყიდოთ buy two product shelves and check out storage shelf. აი, რაღაც 250 სახარჯი რაღაცაში. თუ შენდა. Basic fridge. მე check out-ი გვინდა სად დავდგა? ალბათ აქ შუაში, ხო? კი, ადეკვატური ადგილი. Storage shelf-ი გვინდა კიდე რომ დავდგა. აი გარ. უკეთავ პროდუქტებს. აი, მოდი შენ იყავი მენეჯერი. რატო? აუ, აქეთ მოდით. არ გვიშვები. Only cool people ეს არის DLC, cool DLC ქვია. აი ხა საქმე გვაქვს ძმებო, წამოდი შემოვიტანოთ ეს ყუთები. გარეთ მწვანე და გავანაწილოთ აგერ თაროებს. კომპლექს კაცო მოსაობაში. რადიკულიტი მაქვს თან კაცო ეს რაც შემიძლია. და იყო დრისთვის გიხდია ფულს ბიჭო. ცაც მიხდია, სამ მიხდია. ფასებს თვითონ გენერირებს. კი, თვითონ უწევს. ჩვენ ეს არის ის ფასი, რაც მოგებას არ გვაძლევს. ჩვენ უნდა მოუმატოთ. თავის ფასი არის ეს. თავის ფასია, კი. ალბათ ამ სკანერით, აი გარგი ამით. აი მეტი შეფაინო ფერონი device screen. სკროლი დაუწიე. კი ბატონო. რამდენი მოგებაზე წავიდეთ 20 ცენტი? 20 ცენტი ხო, ცოტა, აზე რა ხარ. აიც არ გაორმოგ, ვარი კიდია. 50 ცენტი ვოღო. დევრია. შენ კაპი ხოლმე დაგჭირს. ვიჭო, ახალი მაღაზია. ხო, ეხა გავიხსენით. შენ უნდა მოიზიდო კლეტე. აზე რა ხარ. ყოველხუ მაიც არადროსო უფე არა გაჩეთ ყოველხუ ჩაბაცო ინფლაცია იზრდებაო და მეტი უნდა და პრაისები კენდროფები აო ხუტა მოგიტყა კარგი სტრაკი რა ვერ წავიკითხე შო კლიენტი ყავს ჩემი ცილა დაგიხმაროთ და ხოლმე ხო გჭირდებათ ახლა კოდი მითხარი ახლა წები სალაროსთან გელოდებიან რა ბედო 65 გელოდებიან გეხვეწები 6.65 კიდევ ვდადით რა ვქნა ბატონო ვერ მუშაობ რასეობაზე ჩქარა რა ესეც შემიძლია ვაკეთებდე მას ფულის მეტი რა ენა ახლა ნუ მოყოლო კლიენტი არა კარგი თქვენ გიჩევდით პრინცს მოგიხდებოდათ დიახ იმედი არ გვიჩვლებენ აზიელს გოს თუ არ გოს გაჩვენებდი დანაკლისები და ზედმეტოები არ იყოს სალაროზე იცოდეთ გადაიხდით თქვენი ჯიბიდან ზანგი კაკაფული მუშაობ ეს მოგიმადეს ზურა ნახოთ როგორი მუშაობ და ნახოთ მისიაზე არ გაატანო ხოთ არავის ესა ბედო ხურდა ხო არა ჯესამის ნახევარია აბა მოგწანდით ბუჯგია მარკეტი გეპატიჟებათ ყველას მასკოტი გახდეს ზურა ჩაიცე აი ქალბატონო წყალი გინდა თქვენ გეტყო არ გინდა გამომშრალი ხართ ესა ბედო ფასი ეხა დავაწერე და თუ მოვიდნენ არ გაატანო 50-ად კი მოგებაში მივდივართ მე ისე უნდა ვიყიდო ო ეგრეა ზოგადად შეუძლება როდის მიწევს ჯერ 11 თვე უნდა იმუშაოთ რა შენიშნულება ეს ახალმოსული თანამშრომლები ნახე რა აბატების დღევა ხუბროსი ადრე გაგიშვებ ნახევარი საათით შეგიძლიათ ზღარბი ბარათით ისარგებლოთ ჩვენ და გაგიხსნით არა გაგიხსნით ძალიან გთხოვთ გაგიხსნით ბარათს გაგიხსნით ხალბატონო მართლა ზაა კაი ბარათია კლიენტი ყოველთვის მართალი ყველაზე მკიდია ზედმეტი გავატანე ო მალადეც ხო ყარე თათვირზე მოგხედავთ მე თქვენ მასადეთ ჰიპერმარკეტების სელი ბუჯგი ავიკეტეთ კაცო 9 საათი არ დავიკეტეთ ნაიცა მაყუთი შო ძალიან დაგჭირა აუ ზედმეტს რო ვატა როგორ დავაბრუნო შენ ჯიბიდან ალბათ აგაიშო ის გამოგიგზავნია PayPal თუ გაწყობს შევიკა წაია შენი დედას ვოყვა წაია ზო გავყიდოთ რაც გვაქვს და ვიკეტებით 10 ხდება უკვე
ავადავლიოთ რა. აღარ არიან კლიენტები? მე მგონი ბოლო იყო ეს. და ჩავაბარეთ სალარო. დაითვალეთ აბა, ვისამდენი დაგაკლდათ. $911 გუშოვია. ბინძური არ უნდა იყოს კიდე. აი ხტამოლაგებელი ბოდიში. უი, აი. ასკვიცად. გამოდით გარეთ. რა ვუჭე. ვალადეც, კარგია. აქ ჩიფსების სიგარეტები რაღაცები არის. იქნება დაწუნებული ვარ. რამდენი რაღაცაა გასახსე. აი შოკოლადები არის. შოკოლადები გაცრეცილი და საეჭვო შეფუთვით სავარაუდოდ ვადაგასული. ენერგეტიკულებიც. ამაგის პასუხია და უცებ Red Bulls მოიტან და მოვა. ხო, რას ვაჭრობენ? კარგია. კიდევ რამე სხვა დაამატებდით. ყველი შემოგვივიდა ახალი. ახალი ამოყვანილია. ემფასიდან მაგ ჩავსაჭერებს $15. თქვენ გაატარე? კლასიკური მენეჯერია ზურა. ჩავიცვა ბიზნესი. 5 ცენტის მაგათ $5 დავაჭირე. შემიკაი და სამჭე. ზარცალები როდი შემოვიდა? აჩერდი კიდე გასაცვა გვინდა. $5 გვაქვს თელ მაღაზიას ბიჭო. $5 ზარცვალ რატომ? გაკაფული უშავდა კაპიკი არა გვაქვს. ხო რა არის? ცხოვრება. თქვენატანთ ბიძია. იმათ რა ქვია. მოგებუჩა ნაირდერვიდიო. ჩემთან მოვლე კლიენტები გადადიან ბედოსთან რა. არ უღიმი ეთყობა, დაიცავით ის რა ქვია, სტუმართ მოყარეობა და პატივისცემა გქონდ კლიენტებს, გაუღიმე შე რა, ზანაერთი ყურები, გაუღიმე. შე რა არის, გაუღიმე, სალამურსო უკრავმან, სალამურსაც გრავად დაქსვი. სალამური თუ მაჯადოებ ხო? ხუთა გვერდზე გავიდეთ და ვლამძღოთ უფროსი. მაგრამ მაინც არ წავიდეთ სამსახურზე. აი, ყველი გვაქვს ყველანაირი. ყველი საყილად იყვნენ მოსულები, ყველანი თუ რა არის. მან თითქმის გავუარმაგებ ხა ამ ყველების ფას. ჩვენისთან ყველები არავის არ აქვს საერთოდ. რა მხელა. მასიური დია. აუ, პიზდეს, ლიმონის ჩაი აღარ უღებ და ძვირი იღირს. 139 იღირს. მალე იქნება. პეპერმინტში დავხარჯე უკვე. რაცას იპარავს ეს ჩემი კარგი მოხდა. თავ გლაძღავს რომ ჩემი კარგი მოხდა. კამერები აყენია და იცოდე ყველაფერს ნახავთ. კომპიუტერში რა შეყავს ვერ ვიცი. იგათი შეუცებ კამერას, აფარებ რაღაცას. რა ვერ იპოვე, შედე დამოტყვა, აგერ ეხა შემოვიტანე ეს პეპერმინტი, მოაჯვია. სად არის? ვერაბუნებ ხო თალხას. ვერა. ჩემი ზედმეტი გამოართვით ბიჭო თუ მაინც და მაინც რაღაც ვერიზა 19 ცენტის მაგიოდ $19 ვიესი $10 ბიჭო ხო გითხარით შესვენება არის გამკუთვნილი გამოყოფილი თქვენთვის ნახევარი საათი შეისვენეთ როცა დაიღლები $25 მაქვს მე გაქნეული რამდენი ალბათ 10 ჯამში რა 10 ჯამში 15 წეღარ მისროლე 15 ვისროლე მაშინ 30 პირველ დღესთან ესე ბიზნესი არ გესდება ძველი ვერ ხედა ვერაფერს შუქის ასანთები ვარა გვაქვს вообще შუქი მე მგონი ვერ მოვიდნენ ეს ხელოსნები რა 500-ზე დაურეკე ეს ხოლდა კონდიციონერიც გასაკეთებელია დავიხუთე აღარ შემიძლია ტუალეტში სული ესეთი არის ეცხება არა და წეღარ მოუწმინე და გამოფხიკე ყველაფერი ვიღაცები მიდიან და აფსავენ და ჯობენ ძირს პატარა უნდაზია ვიღაცებს ბრალი არა вообще 24 საათიან შიფტებზე რო გადავიდეთ მოგიწევთ ესე არ გამოვა არაფერი კანცი გავძრო კაპიკი არა მაქვს თავრობა ჩვენი სამშველი არ არის მაგრამ მაინც ქართულად ცნობს ვიცი ხმას იმიტომ რომ ომი არ მინდა და ნაციონალები არ მინდა დავამთავრეთ მე მგონი არა კიდე ყავთ ორი კლინიტი სულ დამთავრებას და სიზარმაცეზე როგორ ფიქრობთ დასვენებას $66 რატო გვაქვს მინუსი იქ ელექტროობის გადასახადი ქირა ის არაფერი ხო არაფერი მოდით რომ ნული არის თათბილი აქვს მოდით
კუთხეში ვითათბიროთ. ყოლებში ჩართე. კი, ვიყურეთ კარგად ორივე. დასაცველი არ შეიძლება შევიცვალო. რა არ მოგწონს? ფორმაზე გამოთქვი პრეტენზია. არ მომწონს. გარასახავს ჩვენი კომპანიის ღირსებებს. ის კარგად მოგწონს ხო შენ ფულს რო ატან იმას კომპანიის ფულს რო ატან კლიენტებს ეგ მოგწონს ხო? არ მომწონს ბატონოს არა ძალიან გთხოვთ ჩვენ არ მინდოდა. მეორედ აღარ გავიგო ეგეთი რამე. გასაგებია? არა აუცილებლად ბატონოს სურათებით იყავით ფულს რომ მოგაწვდიან კარგად დათვალეთ, კარგად შეხედეთ. ცენტები და დოლარები განსხვავდება. შენ, ხო, შენ თავს რომ იქ. ვით ეხა მოუსტაკეთ. როჭი არის. ბიჭოს ესენი ვინ არიან? სერიალი ყუთებს რატო აგროვებ? იმიტომ წეღა ხო გჭირდებოდა და მაინც იყოს რა. წეღა ხო გჭირდებითო ვიცის თავისა. ნაცნობი ყავს ეგ უფროსი და დააჯილა. ადგილებზე ახლა. არ უნდა დახლავე ბატონოზე. კლიკინი აქ. არ უნდა იგი აქანე, რა არ უნდა 200 სახის. არ უნდა ყველილი აქანე. მოგამოაკე. ესე ყოლის რაღაცებს იცახი შეიძლება არ შებილია მართლა ადამიანი ხო არ მე უთხრათ რა ერთად უთხრათ რაღაცა უნდა გააგებინო რა დასვა ეს საერთოდ მენეჯერები თათა არ გაიგონოს დაიწყებს მენეჯერის თავადები თეთრ გააკეთე თვითონ ასაკეთე არა იცი ამოჟდარია კაკიფაცია გადადებული პოუსტ გასწლებია ტრაკი უყურებ TikTok-ებს დავინახე იპარავდა იმას ენერგეტიკულებს იპარავდა და ფულს კი არ იხდი და ჩვენ გვაწერს აქ ოფისში გავხდის ის რატო გაატანეთ $15 ტრაქში ისვავს თვითონ ქოთის არის წავოწავოთ დაიწყო არ გავიხსნათ ეხა კაცო რა ხდება იგდულობ ჯერ მოდიან რატო ხუთებია შემოსატანე შემოიტანე ახლავე ბატონოზე შე რატო ზარმაცობ ლუკა იდეალური ორი ნაბიჯის თანამშრომელი ხო სანამ ვალაგებთ კიდე გეტყვით რამდენსაც გადაატანთ იმ რაოდენობის სასჯელი გეკუთვნით შემდეგი დღისთვის და გაითვალისწინეთ და ყურადღებით იყავით გესმის შეაბა ვიხსენებით წარმატებები და დიდი მადლობა გაუმჯობესებული შედეგები გქონდეთ რა თქმა უნდა არის არაფერზე ნერვიულად თქვა შენ დაგაწინაურებ მე მგონი მაგრამ დაკეთილი ხართ რა არის მე სულთანი რო ვარ მაგიტო ხო გასუქდები აბა რასაც ჩენჭავ უყურებ ჩემი ხალხურდა რამდენი ფული შედის შედი ხო შენ მაგის ოფისში შედი 1.5 საათით არ გამოხვიდე ხო შეხედე გაიგონე რა თქო ბატონოზურა მე ვიმუშავ შემოვიდე კლიენტები ჩუმად იყავი დაისვენე თუ გინდა შეგეცვლები აჯადოს დაღლა ეხა დაიწყო 1 საათია სამ ნუ მაყურებ ამდენ ხალხს ამარ და მილევია ბატონო ჩემი ძმისშვილი ისეთი მონდომებული ბიჭია მე კი არ მინდა იმას ხელი გავიშვირო მაგრამ ერთხელ ვერ გაიგებთ იმისგან რომ დაიღალა რაღაცა მოვიდა ასე რომ არავის გავისაუბრებით დიდი მადლობა მოვიყვან ძალიან კარგი ბიჭია ნოდარი მარტო $30 ვაჭრობ სათითაო და მე მგონი ძალიან ცოტაა და შევეცდები რომ გავზარდო ბატონო სურავ ძალიან კარგი სიზო თქვენი შვილები რა შვებიან დიდი ხანია აღარ მინახავს კლიენტები რა შვებიან რა გაინტერესებს ალაგებული ყავს ეგრე. შენ მუშაობა იცოდე. დავითვალოთ რამდენს მუშაობს და მე გამოჩნდება. მე გამოჩნდება ყველა ღმერთი იქნება მოწმე. ალაგებული რო ყავს რიგი და ჩემს კი გამორბია სულ. ეგ ღმერთი არის მოწმე. ღვთის ხატი და რჯული დავიფიცებ ახლავე ბიჭას გადავიწერე რომ მე არაფერი არ დამიშავებია. პროდუქტი აღარ აქვს. რა პროდუქცია საუბარი? შავი ჩაი არ არის. შავი ჩაი წეღან დავდე. არიაგე მთელი თარო არის. მიასწავლე მერე. იოგურტი არ არის, პასტა არ არის. მე მივასწავლე გვერდზე მაღაზიაში და გადავალ იქით ვაფშე ვიმუშავე. უკეთეს ხელფასებია. რომ ეს გადაგიხდის ნახავთ. ეგრე თუ იმუშავებ იქაც, ხო? საათებით გადასარევია. 12 საათიან გრაფიკს ასუწუნებ ვერ გავიგე. ჯოისკეიპს დააჭიეთ ზემოთ მარცხნივ ჩვენი სახელები და ციფრები გიწერიათ თქვენს? გარ მე მიწერია 1000 და შემიძლია მოვამატო 20-ზე გადავიყვან 30-ზე 50-ზე რეიბია ნეტა. მორიც. გასპასებად. ვითო? 10 წელი ბრინჯი. აი აბა 20 დავიტოვებ მე და
დღეს თუ კარგად იმუშავეთ, მოგემატებათ ხელფასები. ბატონო, მოგებაზროდის გავალთ. თქვენზეა დამოკიდებული აბსოლუტურად. დღეს რამდენი გადააყოლეთ, აბა? 8 ცენტი, ზუსტად. შენ ხუთა? Вообще რა. და მე ხუდა გავატარე შემეზარა და ანგარიშება. აჰა, ეგრე გააგრძელე. მე რეიტყვია კიდე ვინ მუშაობს სუდადა და ვინ კარგა. 8 ცენტზე გავავეკიდე. ლაბაზე პირსახის $8 გახდება. არ გახდება. ლაბაზე ინფლაცია სხვათა შორის. ისე გაიხარდა იმ ხალბატონს, რომ კიდე დაბრუნდება აქ. ეს ყო ინვესტიცია და რა წყალში გადაყრილი 8 ცენტი. და ბუღალტერსაც უშვები, გასეუბნები. ბუღალტერ ამაზე თვალების გამომივეციო? დიახ. ჩემი კარგი. რამდენი? სამსახურდა მივდიო. რამდენი? შენ თვითონ შეხედე. რამდენი? არაფერი არ წერია. 7 მარა. და $7.43. ეგ არ წერია. ჩემთან გაუხდა? არაფერი კაცო. ჩემთან წერია 20, 13 და current amount 0. დაიცადე. ივაჭრე გეხოცები. Всё. კაი. მე უნდა გიჩვენო ისე და მე ანებე. ჯერ ტრაკის ლოგო აისწავლე და მე გამეჯიბრეთ არამშრომლობაში. მეტი რო არაფერი იცი. ანუ ესე იგი მართლა უნდა დაუძახო ვიღაცას. ой ნახო. რა დავაშავებ აქ. კიდე მაგას კითხულო? და ხალხში შემარცხვინა მიეტყავს ცოცხ. პოლიციას გამოვიდა. მეტის გისი. მას. ატლიკინე კიდენ. ვაჭი გოგატაკო. რა დრამატიზმია, კაცი არა ხარ? ტრაქში არ გავიკეთებდი და რას დავეძე. გამწარებული ვითვლი ხურდებზე დამიბნელ და თვალში. კაკათი მოვშოთი. ცოცხით მადღას თავზე რამე არ შემეშალა. შენ არ გადგავარ. იმუშაო. მე სტრესის კოს კარგად მუშაობა ასე რომ გაუნიავე და სუშაობს ერთი ვარა. მირახუნო. ვაჭი მონად ფლობელი გახდა. ეგრევე თავში უვარდა და ლოვლება. ნაციონალია, ცოცხი დაკვდა. პოლიტიკის ადგილი სამსახურში არ არის. ეგრე იძახდა ნაციონალები. უბრალოდ მე მგონი მაყუთები ვართ უკვე. აი ნახოთ, ჩემს როგორ დავითვლით, შევაჯამებთ. ჯერ გადახდით და ხოპ მე დაიძახეო, გეცოდინება გამოთქმა. გამიგი სკოლაში ვაკასწავლე. სკოლიდან სასწავლებელში შეუშვებდნენ ეპილაპის სამსახურებში, არა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რას ვიდათ? ანგრევ ქვეყანა. ეგ შენ გასაგონად არ მithქვამს. არა გვაქვს, რაღაც უყურებ, ხო ხედავ, წადიქით. გადიგარ. კაპრი კლიენტებს. რა 75 ცენტია სყიდულობ, აიღე $4-იანი, აგე. გადააზრიო დედაცოთო. ჩემოსული არ დაგინახოში. არდერ ბეიბიო. ასე გითხრა. დესპოტი გახდა თვალსაჩინო. ყველა მენეჯერი ეგეთია მაღაზიის აუქნა. $300 მეტი ვიაჭრეთ დღეს. კარგები ხართ. მადლობა. აი, ძალადობა ჭრის თურმე რა. როგორც შეგვიდით გემატებათ ხელფასები 1000 ლარით. $. მე 20-ით. ვიტყვი თქვენ რომ ნიხართ მე 1. რითი გვაყლევ? მე დავიღალე ფეგულებაში გავდი. ბეცვა გადავიღალე. ხარაშო ეს დავიღალე. შეგვიძლია. ბარდა დავიღალე. ცემეს გადაფულად ვიგუშავე 3 დღე. მოდარი. ესას არ გადავიღე. 10 დღით. ვიდეო სამსახური. ოიცა მე დო აწახვიდე ერთი წამი. აი ხა დავიწყებ ხვეწნას არა. ოდია, რაღაცასო დააშო. შეგიძლია ფანიშვისე. სად გაგიშვა? ტალენტი შეგაგდო? აბიზნესი ვარ ჩემი კარგი. გამოაბა. სობიტი რა კარგად იყავ. თავი დავარე. ვინარი ეს? 9-1 მიშველი ხალხო. მიშველი. ვეღაქსი, მოდი აქა.
ხუნდებში ცოცხლი. შიზვარა. ერთხელ მე სედმეტები ნუ მოგდის ეხა გაგდებული ხარ სამსახურიდან. შევიდა გავატე. რა ვიცი. ვახჩი. გავაგდო სამსახური. ჩემი კარგი შორი. სადუჩი ვილო, სადუჩი. ყველაფერი გადაღებული მაქვს. შეთო ჩაქსო აგებარახ. ეს ვიყოფილ. ყველანაირი უფლება დაარღვია. იჩიულეს ასკი. თავი ვიშრო მე არ უცნაურ შეგზება მაქვს. ვიშრომე და გამჟიმეს და მიხმარეს და გავმაგდეს. ესეთი ახლო ცხოვრებასთან სიმულატორი მე ჯერ არ ვითამაში. ოფლად ვიყრებოდი, ფული არ მქონდა. რა გინდა ხელფას ხომ მიგემატა, ისე დავატირე. ამ ცხოვრების დედას მოტყვა.